კარგით, დავიწყოთ. მოგესალმებით, კოლეგებო. დღეს სემინარს წაუძღვება ბატონი დავით შერგელაშვილი. მან უკვე სექტემბერში წაგვიკითხა პლატონის ნადიმი. უღრმესი მადლობა მას ჩვენი ასოციაციის სასემინარო ციკლში მონაწილეობისთვის და ამ ღვაწლისთვის. დღევანდელი მოხსენება ეხება ბატონისა და მსახურის დიალექტიკა ჰეგელის გონის ფენომენოლოგიაში. ალექსანდრე კოჟევისეული ინტერპრეტაცია. ბატონი დავითი გახლავთ ნოველისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი და ესეისტი. ავტორი კრებულისა სიმინდის მარცვლებით შემოსაზღვრული ქვეყანა, მთარგმნელი ისეთი ავტორებისა, როგორიც არის ლორენცო კიეზო, კირკეგორი და სხვა. დავიწყებთ მოხსენებას, თუ შეიძლება თქვენ აქეთ. ჩანდეთ ჯოში. შეგიძლიათ კიდევ აქეთ მოიწიოთ. მადლობა. დავიწყოთ მაშინ. ეს ვისაუბრებთ პლატონის და მსახურის დიალექტიკაზე ჰეგელის გონის ფენომენოლოგიაში. ამ მოცულობით მცირე, მაგრამ ენიგმატურმა პარაგრაფმა ინტერპრეტაციის ზღვა წარმოშვა. ჰეგელს სცენაზე გამოყავს ეს ორი ფიგურა, პლატონი და მსახური. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მხატვრული ღირებულება გააჩნია ჰეგელის ამ ტექსტს. ჰეგელი იყენებს დრამატურგიული მეთოდს, არა ისე როგორც პლატონი, როგორც პლატონს შემოხავს ისტორიული ან გამოგონილი პერსონაჟები, ან სოკრატე, ან ალკიბიადი. არამედ მას სცენაზე შემოყავს გეშტალტი, ასე ქვია გერმანულად, ან ცნობიერების ფორმები. და ეს გეშტალტები კავშირში, ან ის არის როგორც ობიექტური, აგრეთვე სუბიექტური, ანუ დაკავშირებული ადამიანთან. ეს ფიგურები, პლატონის და მსახურის ფიგურები, თითქოს ასენა განძარცვულია ისტორიული კონტექსტისგან. ანუ ვერ დავადგენ თქვათ ესენი ევროპელები არიან, აზიელები, ანუ დროს სივრცეს. იუნგი რო ეთქვა და არქეტიპები, ხო რაღაც ასეთი ფიგურები გახლავთ. მიუხედავად ამისა, მათი გამოჩენა იწვევს ანუ ისტორიის დასაწყისს, ანუ მათი გამოჩენით იწყება ისტორია. ჰეგელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისტორია. მას აქვს შესანიშნავი ნაშრომი ისტორიის ფილოსოფია. არისტოტელე პოეტიკაში ამბობს, რომ პოეზია უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ისტორია, რადგან პოეზია ეხება ზოგადს, ისტორია კერძოს. თითქოს ჰეგელმა გაითვალისწინა არისტოტელეს ეს შენიშვნა და მან გადაწყვიტა, ანუ ისტორიისთვის მიენიჭებინა, ასე ვთქვათ, მეცნიერული ფილოსოფიური საფუძველი. თან ის ეპოქაც, როდესაც მოვაწეოდა ჰეგელი, ძალიან დრამატული იყო, ანუ მასე, როგორც ვთქვით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ, ასევე ვიენის ბრძოლა, ანუ 1806 წელს მოხდა ეს ბრძოლა, როდესაც ჰეგელი წერდა თავის ამ ფილოსოფიურ შედევრს. ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ ანუ სადღაც რომელიღაც ანუ უცხოს სახლს შეაფარა ჰეგელმა თავი და სხვენზე დაამთავრა ბოლო ფუცელი დაწერა იქ, ანუ ქალაქი სავსე იყო ნაპოლეონის ჯარისკაცებით და ასეთ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში დაამთავრა ჰეგელმა თავისი ნაშრომი. ჰეგელის ფილოსოფიაში არის ასეთი ტერმინი სოფლიო სული ან სოფლიო გონი. შემდგომ ის წერილში ამბობს, რომ აი საოცარი გზნობა დამეუფლა, როდესაც დავინახე ნაპოლეონი, ანუ ცხენზე ამხედრებული სოფლიო გონი. მაგრამ სოფლიო გონს აქვს ორი ასპექტი, ანუ ისტორია და ფილოსოფია. ფილოსოფიაში ეს ასპექტი იყო თვითონ ჰეგელი, ანუ ისტორიაში იყო ნაპოლეონი, ფილოსოფიაში ანუ ჰეგელი.
ну, მისი ბიოგრაფიის შესახებ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ჰეგელი იყო თეოლოგი, თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ну, როგორც შენიშნავენ კვლევრები, ანუ დასაწყისში და ცხოვრების ბოლოს ჰეგელი იყო თეოლოგი. აი შუა პერიოდში რაღაც მოხდა. ეს იყო წავე დეპრესია, ну, მაშინ ეს თქვა არ არსებობდა. ანუ თვითონ იხსენებს, რომ დაახლოებით 3 წელი იყო ანუ სასოწარკვეთილებაში. მაგრამ გადალახა, როგორც კირკეგორი წერს, სასოწარკვეთილებიდან რომ გამოხვიდე, ჯერ სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავარდე. ანუ ეს წავე კრიზისი ჰეგელმა გადალახა და ანუ საინტერესოა, ხო, ანუ მაინც ვთქვათ, რა იყო მისთვის ხო ეს მიზეზი ამ წავე დეპრესიის. მასთან არის ასეთი ტერმინი პოზიტიური, ანუ იყენებს რელიგიის მიმართ, რელიგიის არსებული ფორმების მიმართ, ანუ როდესაც ფორმები არის ასე ვთქვათ, დახევებული და უკვე გამყარებული, ხო? და არ არის დინამიკური, არ არის ცოცხალი. და ამას უწოდეს რატომღაც პოზიტიურ რელიგიას, რა. და ანუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია ანუ ჰეგელის ეს ხმა დეპრესია. და ასევე რა თქმა უნდა, გაუცხოება ზოგადად გარე სამყაროსთან. ანუ ნივთების სამყაროსთან, ხო, ეს გზა არის მისთვის, ანუ მისი ფილოსოფიური სისტემისთვის ძალიან არსებითი. ანუ ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია, 3 ტომი, რომელიც ყველაზე ეს ყოფილა დასახავს მის ფილოსოფიას. თუმცა არ არის დაწერილი ისე დრამატული სტილით, ხო, როგორც ფენომენოლოგია. ანუ ვფიქრობ, რომ არის ლოგიკა, ანუ ეს ისტორიის გარეშე ლოგიკა, ხო, შემდგომ არის ასე ვთქვათ, ამ სულის თვითგაუცხოება. ამ გაუცხოებას აქვს ორი ასპექტი. ბუნებაში, ანუ ნივთების სამყაროში, ერთი და ისტორიაში. ჰეგელი არ წავლობს ბუნებას, უნდა ვთქვათ, ანუ ეს ამბობს, რომ მთელი ეს ციური მექანიკა, ხო, რაც საოცარი იყოს, მაინც არაფერია თავისუფალ ნებასთან, თუნდაც ეს თავისუფალი ნება იყოს ვინმე კრიმინალის, ხო, ანუ ამ ციურ მექანიკას საერთოდ არ არის თავისუფლება. და ამიტომ ესეც კი უფრო ის არის რა მნიშვნელოვანი ჰეგელისთვის, ხო? და ანუ რაღაცა ნეოპლატონური ტრიადა გამოდის, იქაც ასე არის ეს გაუცხოება, ну, ქრისტიანულ მისტიკაშიც არის მაისტერ ეკჰარტისა და ქმნილების წვეთი განდემის ღმერთს, ხო, ანუ რაღაც ასეთი დებულება შეიძლება მიუსადაგოთ, ხო, ჰეგელის ამ დიალექტიკას, მაგრამ ანუ განსხვავება რა არის? ნეოპლატონში არის ეპისტროფე, ანუ გაუცხოების შემდგომ ისევ აბსოლუტთან დაბრუნება. ეპისტროფე არის დაბრუნება, ანუ შერწყმა ის აბსოლუტთან. ჰეგელთან მიზანი არის არა აბსოლუტთან რაღაც მიღმურ, ტრანსცენდენტულ აბსოლუტთან შერწყმა კი არ არის, არამედ ზუსტად ამ განხეთქილების, ამ გახლეჩის მოხსნა და აქვე ამ მიწიერ ასე ვთქვათ, სამყაროში სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. ანუ ეს არის მისთვის ანუ ეს განსხვავება არის რა ნეოპლატონისა და ჰეგელის შორის, ხო? ანუ ამ წიგნს გააჩნია სტრუქტურა ძალიან ესე მოკლედ ვთქვათ, ეს არის ესე იგი ცნობიერება, შემდგომ არის თვითცნობიერება, ხო, ანუ მე არის გონი და აბსოლუტური ცოდნა. ну თვითონ ეს სიტყვა აბსოლუტური ნიშნავს ანუ ესე იგი გახსნას, ანუ გათავისუფლებას რა რაღაცისგან და ზუსტად ამ ნივთების სამყაროს მიმართ ცნობდა ჰეგელი, თქვათ, გაუცხოებას, რასაც შემდგომ მარქსმა დაარქვა ფეტიშიზმი, ხო? რაღაცა ამ გაუცხოების მოხსნა არის
ეს ვთქვათ ეს გზა, რასაც გადის აბსოლუტურად და უბრუნდება თავის თავს, ხო, როგორც თავის ცოდნა. ხო, ცნობიერება ჰეგელისთვის არის იდენტური სურვილი, ანუ ცნობიერება და სურვილი, მდომა, ანუ გულისწყობი არის იგივე. და ეს არის ასე ვთქვათ ცხოველური და ანუ ცხოველური ადამიანში. როგორც პოლვალერი წოდა, ადამიანი თავის გარეთ დაბმული ცხოველია. ანუ რაღაც ეს რაღაც შეყვანა მოხდეს. ანუ თავის გარეთ მოქმედებს და როგორც ცხოველი ისე მოქმედებს, ხო, ანუ ინსტინქტების მიხედვით, ხო? უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რომ ცნობიერება ამაღლდეს შემდგომ საფეხურზე, ამ გადავიდეს თვითცნობიერებაში. ამისთვის რაც ეს სქემა მეორდება ჰეგელთან მნიშვნელოვანი რაც არის, რაც კულმინაციას აღწევს ამ ციგნის ბოლოს, რომ ანუ საგნებისგან უნდა ანუ საგნების დომისგან ესე ვთქვათ, კი უნდა გათავისუფლდეს და სურვილი უნდა გახდეს არა ვთქვათ რაღაც ნივთის სურვილი, არამედ სურვილი. ანუ კოჟევმა შემოიტანა ეს კონცეფტი და ამან მოახდინა საკმაოდ დიდი გავლენა ლაკანზე, ხო? ანუ ეს არის უკვე ადამიანის აღზრდება. ანუ ცხოველს ეს არ შეუძლია. სურვილი, რადგან სურვილი არის დაკავშირებული აღიარებასთან. რესტივსთან. ანუ ცხოველს ეს ასეთი ამას შეუძლია, ხო? ანუ თვითცნობიერებას ჰეგელი უწოდებს ღამეს. ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობს, აი შეიძლება დავიკითხავ. ანუ რაში არის საქმე, ხო? ანუ თვითცნობიერებას გააჩნია ასე ვთქვათ ორი მოდულის, ცნობიერება და სიცოცხლე. ეს გახლეჩა უკვე არსებობს, ხო? და თვითცნობიერება მის გარეთ ვერ პოულობს საკუთარ თავს და უფრო მიემართება შემდგომ საკუთარ ეგოს. მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს ეგოც ასე ვთქვათ ცარიელია და ისიც ასე ვთქვათ ღამე არის. აი რას წერს ჰეგელი. ადამიანი არის ღამე, ცარიელი არ არა, რომელიც ითავსებს ყველაფერს თავის სიმარტივეში, ფანტასმაგორიულ წარმოდგენებში, ანუ გესტალტებიც ეგრეა რა გერმანულად. ანაზდეულად გამოვლინდება ხან სისხლიანი თავი, ხან გაურკვეველი თეთრი ფიგურა, რომლებიც ასევე ანაზდეულად ქრებიან. ამ ღამეს დავინახავთ, თუ ადამიანს ჩავხედავთ თვალებში. ღამის სიღრმეში, რომელიც თანდათან ხდება საშინელი. შენთან შესახვედრად ჩამოწვება სამყაროს ღამე. ანუ ასეთ აღარ ხათ რო ლახწერას გთავაზობ ჰეგელი, ხო, ანუ ორი ღამე რა, ანუ გარეთ და თუ ჩავხედავთ ადამიანის თვალებში, ანუ იქაც დავინახავთ ღამეს, ხო? ეს ღამე რაც არის არსებითი თვითცნობიერებისთვის, ანუ ჰეგელის წინაშე დგას ასეთი ამოცანა, უნდა გაფანტოს რაღაცნაირად ეს ღამე და აი ამ დროს შემოყავს ზუსტად ეს ასე ვთქვათ არქეტიპული ფიგურები, ამ დროს შემოყავს ეს ბატონი და მსახური და იწყება ისტორია, ხო? ანუ როგორც თქვით, ხო, ანუ ბატონის და მსახურის ასე ვთქვათ ურთიერთობაში არის ანუ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ერთი არის აღიარება. უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე აღიარება, ანუ ამ პრობლემის, აღიარების პრობლემის გადაწყვეტა არ ხდება.
ანუ თითქოს ის ვინც იმარჯვებს ის ჯაბნის ხო თავის მეტოქეს თვითონ ხდება ბატონი ხოლო მე ვინც დაამარცხა ის ხდება მსახური მაგრამ ანუ ასე ვთქვათ ფოკუსი თუ საიდუმლო იმაში გმაროს აღიარება მაინც არ ხდება ანუ მონის ხრივ აღიარება არ არის ანუ ასე ვთქვათ რაც უნდა იყოს ხო ეს არის განვითარების ყველაზე პირველი საწყისი ეტაპი აღიარება ხდება უფრო შემდგომ ანუ როდესაც საზოგადოება მიაღწევს სამართლებრივ მდგომარეობას როდესაც ანუ ასე ვთქვათ შრომელი პროლეტარი და მებრძოლი ხდება ერთიანდება სინთეზში ესეც ანუ კოჟომა წამოწია წინ და მათი სინთეზი არის მოქალაქე ანუ შრომელი და მებრძოლი რა და ანუ ასეთ საზოგადოებაში რომელსაც აქვს სამართლებრივი საფუძველი ყველა არის აუცილებელი დონეზე აღიარებული და აღარ ხდება ეს ასე ვთქვათ პრიმორდიალური შეტაკება ხო გარდა ამისა როგორც თქვით აქ არის ფიგურირებს ანუ სიკვდილის შიში ძალიან ლამაზად წერს ჰეგელი ანუ ამ ტერმინს როგორც აღნიშნეთ ანუ ორმაგი მნიშვნელობა აქვს ანუ კნეხტ არის როგორც მონა ასევე მსახური ანუ ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი არ არის ხო და აი კნეხტს წერს რა ჰეგელი რადგან იგი გრძნობდა სიკვდილის აბსოლუტური ბატონის შიშს ანუ კოჟევი ამას აქცევს ბიტყურებას რომ აი რას უწოდებს სიკვდილს ჰეგელი აბსოლუტური ბატონი ის მასში შინაგანად გაიხსნა თავის თავში მთლიანად ათრთოლდა და ყოველივე მყარი მასში შეიხა ანუ ესე იგი საფუძვლიანად შეარყია ამ შიშმა უნდა ვთქვათ რომ ანუ ამის შემდგომ იწყება ესეთი ეს ფიგურები ასე განლაგდება ბატონი რჩება სტატიურ მდგომარეობაში ანუ აღარ ვითარდება და განვითარება რჩება მსახურის ხარჯს ანუ ის იწყებს შრომას და ქმნის უამრავ ანუ აი კულტურული გარემოს ცოდნაც მის ხარეს არის ის ცდილობს ცოდნის მოპოვებას და შრომობს ჰეგელი შრომას ანუ აი ეს ტექსტი სავსე არის როგორც მე სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი მაგრამ როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ანუ ეს ორმაგი მნიშვნელობის სიტყვებით რა ეს ესეთ კალამბურებით რა ანუ ძალიან რთული სათარგმნელი არის ძალიან ანუ და ეს მნიშვნელობები ეს ორმაგი მნიშვნელობები ფიგურირებს ამ ტექსტში ხო ანუ ესე იგი როგორც შემოხრუჭებული შრომა მაგალითად შემოხრუჭებული სურვილი ეს არის შრომა ხო ასეთ რაღაცას ამბობს ანუ ჰეგელი ხო ანუ აღიარების პრობლემის შესახებ კიდე რა შეიძლება ითქვას ნადიმზე რომ ვისაუბრეთ ხო ანუ იქ ჩანდა რომ ანუ სიყვარულს განაპირობებს ნაკლებობა ხო ანუ შევსების წყურვილი ხო ანუ ამ პრობლემის ანუ ამ აღიარების პრობლემის რომ გადაწყვეტ ანუ რაც ჩნდება ბატონსა და მსახურის შორის ხო ამ პრობლემის გადაწყვეტა როგორც თქვით ხდება ერთი მხრივ სამართლებრივ სახელმწიფოში მაგრამ მას გააჩნია რელიგიური ასპექტიც ხო ასეთი ტერმინი არის აგაპე ანუ აი როგორც შეიძლება ითარგმნოს ანუ ჰაიდეგერიც ამბობდა რომ ორი თვისება აქვს გონებას ერთი არის კალკულაცია როცა სულ ითვლის რაღაც ადამიანი
და აზროვნება, ხო, ეს უფრო უმაღლესი უნარია და ანუ ამისგან უნდა გათავისუფლდეს თუ სურს მას ანუ იაზროს, ხო? და აგაპე არის უბრალოდ ესეთი მდგომარეობა, როცა არითმე, ანუ მას ახასიათებს ეს სისავსე რა. ანუ რელიგიურ ასპექტში ანუ ამის შესახებ შესანიშნავად წეს პოლიკიორს აქვს ასეთი ნაშრომი აღიარების გზა და აი უფრო ცლად და დეტალურად აი წეს რელიგიური რომ ანუ აღიარების პრობლემა ანუ შეიძლება გადაწყდეს ამ რელიგიურ ასპექტში და ამას უწოდებს ანუ იმას ხო აგაპეს ხო ანუ ახლა ვისაუბროთ ანუ სიკვდილის თემაზე, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჰეგელისთვის, ასევე კოჟევისთვის. კოჟევისთვის ალბათ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ანუ ჰაიდეგერი უნდა სიკვდილის არ ხდება განცდა, ანუ გამოცდილება. ანუ როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა რუსეთში, ანუ ეს ფილოსოფიური გემი და რა ფილოსოფski პარახობი და ანუ დასვეს ეს ფილოსოფოსები ბერდიავის და კოჟევიციც იყო და ანუ ქვეყნიდან გააძევეს. მაგრამ მანამდე კოჟევი იყო 3 დღე ჩეკას სარდაფში. ანუ ეს პირისპირ დგომა რა იქ განიცადა, ანუ ის ელოდა დახვრეტას. როგორც მარკესიც ის დახვრეტის მოლოდინში მდგარი. ანუ და ამ დროს თუმე კოჟევი გახდა ბუდისტი რა, 3 დღის მანძილზე რა, ანუ ბუდიზმში ხომ არის ეს კონცეფტი არასიც არის და ну რაღაც თავისებურად აღიქვა ეს ყველაფერი და ეს ფსიქოლოგიური პირადი ტრავმა, ანუ მისთვის რაღაცა დომინანტური გახდა და მის ნაშრომში ეს ძალიან ეს დომინირებს ეს სიკვდილის თემა, ასეთ რაღაცას ამბობს კოჟევი, რომ ადამიანი არის სიკვდილი, რომელიც ცხოვრობს ადამიანური ცხოვრებით. ხო, ანუ ესე იგი სიკვდილის, ანუ ადამიანის საშუალებით ცოცხლობს სიკვდილი რა, ასეთ რაღაცას ამბობს კოჟევი, ხო? მაგრამ აი საინტერესოა სიკვდილისადმი ანუ რას წერს ჰეგელი. ანუ ეს აუცილებლად უნდა წავიკითხოთ. ჰეგელთან მაინც მნიშვნელოვანია ნეგატიურის გადალახვა და სინთეზი. აი ეს ფრაგმენტი. მაგრამ არა ის სიცოცხლე, სიკვდილისა რომ ეშინია და თავს იფარავს გატირალებისაგან. არამედ ისეთი, რომელიც მას გადაიტანს და მასში თავის თავს ინახავს, არის გონის სიცოცხლე. იგი თავის ჭეშმარიტებას აღწევს, როდესაც თავის თავს აბსოლუტურ დაფლეთილობაში, გათიშულობაში, განხეთქილებაში ჰპოვებს. გონი არის ეს ძალა, არა როგორც პოზიტიური, რომელიც ნეგატიურ თვალს აშორებს ისე, როგორც ჩვენ რაიმეს შესახებ ვამბობთ. ეს არაფერია, ან ცდარია და ამით იქვე ვამთავრებთ საქმეს. მას ვტოვებთ და სხვა რაღაცაზე გადავდივართ. არამედ გონი ძალა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეგატიურს სახეში უყურებს, მასში იმყოფება. ეს მასში იმყოფება არის ის ჯადოსნური ძალა, რომელიც ნეგატიურს არსში შეაბრუნებს. ეს ძალა იგივეა, რასაც ზემოთ სუბიექტი უწოდებთ. ანუ ესე იგი სუბიექტი მასთან ნიშნავს გაშუალებას რა. ეს და ამბობს, რომ ეს არის მაგიური ძალა. ეს ამბობს, ანუ ეს სინთეზი ჰეგელისთვის ეს არის ასე ვთქვათ მაგიური ძალა, ხო? დიახ, სუბიექტი შეგვიძლია ეს გონი თავად თუ ადამიანი. ანუ ეს მიმართება ორივე მხარეს რჩება მუდმივად. ანუ უფრო დომინანტური არის ობიექტური გონი ჰეგელთან. კოჟევმა წამოწია ანუ ანთროპოლოგია, ასე ვთქვათ რა, ანუ ძალიან ანთროპოლოგიური ინტერპრეტაცია მოახდინა კოჟევმა. ეს ცოტა
აცდენა, ანუ საერთოდ კოჟევის ინტერპრეტაცია არის უშუალოდ მისი ფილოსოფია, რაღაცა ეს არ არის ძალიან ობიექტური ფილოსოფია. ეს არა ფილოსოფია, ანუ ინტერპრეტაცია ჰეგელის. ჰეგელთან მაინც დომინანტური ის თავისთავად არსებული ობიექტური გონი არის. ანუ გავაგზავნეთ შეიძლება. გავაგზავნეთ თუ კარგი, მაშინ ანუ ასე გავაკეთოთ, რომ ხება უშუალოდ ამ თემას, ნუ ისე მაინც არ ეხება, მაგრამ ეს შემდგომი პარაგრაფები ძალიან მოკლედ მივმოვიხილოთ. ეს არის სტოიციზმი, სკეპტიციზმი და უბედური ცნობიერება. და ამის შემდგომ დავუბრუნდეთ და ანუ თქვათ, უკვე ლაკანის ინტერპრეტაცია როგორია პლატონისთან მსახურის დიალექტიკის შესახებ. ანუ სტოიციზმი არის ჰეგელის მიხედვით ისეთი სოფხედელობა, რომელიც აუქმებს სამყაროს. ანუ მისთვის სულ ერთია, თქვათ, მეფე იქნება თუ მონა, ანუ ის უნდა იყოს თავისუფალი, ტახტზე იქნება თუ მონა იქნება, ანუ თან კონკრეტული ისტორიული მაგალითიც შეიძლება მოვიყვანოთ. ხო, ეს არის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი და მონა, ანუ ეპიქტეტე, ხო? ანუ ეს არის სტოიციზმი რა, რომელიც ესე ვთქვათ, გარე სამყაროს აუქმს და ადამიანს ათავისუფლებს მისგან. მაგრამ ჰეგელი მაინც არ იწყნარებს, ასე ვთქვათ, სტოიციზმს, მისთვის არ არის ეს უმაღლესი. სტოიციზმი დიალექტიკურად გადადის სკეპტიციზმში, ხო? ანუ სკეპტიციზმი უკვე ასე საერთოდ ყველაფერს აქვს თავის თავსაც, ანუ აი უცბად ანუ სკეპტიციზმი ეს არის უკვე, ანუ ისე ვთქვათ, ორმხრივი ანულირება რა, ანუ როგორც გარე ისე ვთქვათ, შინაგანი სამყაროს. ანუ ჰეგელი ამბობს, თითქოს იმ ეთიკურ ფასეულებებსაც კი ისე ვთქვათ, აუქმებს სკეპტიციზმი, თუმცა იქცევა ეთიკურად, ხო? ასეთი პარადოქსული რაღაცა ის. და ძალიან საინტერესოა შემდგომი გეშტალტი, ეს არის უბედური ცნობიერება. ან ძველი ქართულად რო ვთარგმნოთ, უბადრუკი ცნობიერება, ანუ დაბალი ხარისხის ცნობიერება. ანუ სხვადასხვანაირად ის ჰეგელი ერთგან ამბობს, რომ ანუ უბედური ცნობიერება საკუთარ თავს პოულობს მუდამ ან სურვილით ატანებს, ან მომუშავებს. ანუ ეს ორი პოლუსი არის მისთვის რა არსებითი, ხო? თუმცა უნდა ვთქვათ, რომ უბედური ცნობიერებისთვის არის ყველაზე არსებითი ეს, ასე ვთქვათ, გაორება, განხეთქილება, ხო? ახანაც საუბარში ვახსენეთ, რომ თუ არ ვთქვი, ამერიკაში შეიკრიბნენ ფსიქოანალიტიკოსები და დაადგინეს, რომ ჰეგელი იყო შიზოფრენიკი, ხო? ანუ მასთან ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ანუ შიზოფრენია რასაც განხეთქილისა, გახლიჩა რა. მაგრამ უნიშნულოვანესია სინთეზი შემდგომ, ხო? ანუ ეს ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი უბედური ცნობიერებისთვის. როგორც კვლევრები სამართლიანად აღნიშნავენ, ჰეგელი აქ გულისხმობს ისტორიულ ქრისტიანობას. რადგან ქრისტიანობა გულისხმობს ტრანსცენდენტულ მიღმურ სამყაროს, ხო? ანუ აქ არის, მაგრამ მაინც იმედება იქ, ანუ ის სხვა სამყარო, ხო? და ჰეგელის ეს დუალისტური ცნობიერება არის მოსახსნელი, ასე ვთქვათ, ხო? ჰეგელს აქვს დაწერილი კიდევ აფორიზმების კრებული. გამოს ასეთ რაღაცას. ანუ დაკენსილი წინდა უჯობესია ვიდრე დაფლეთილი, მაგრამ ასე არ არის თვითცნობიერებასთან მიმართებით.
ძალიან ესეთი პარადოქსული და მოხდენილად რა თქმა უნდა. ანუ აი რას ამბობს? წინდა, ანუ ესე იგი ჯერ დაიხო, მაგრამ დაკენსილი. ეს დაკენსილი წინდა შესაძლოა ჯობია დაფლეცის. მაგრამ ასე არ არის ცნობიერებასთან მიმართებით, ხო? ანუ თული სათქმელია ისი თქმა სურდა ჰეგელს. სხვათა შორის ჰაიდეგერი წერდა ოღონდ მოკლედ ამის შესახებ თავის ნაშრომში, რას ეწოდება აზროვნება. და ამბობს, რომ აი უმაღლესი მეტაფიზიკური აზრით ჰეგელი ამბობს ასეთ რაღაცას და იხსენებს ისევ ამას, ანუ ესე ვთქვათ, აი გონებას, როგორც კალკულაციას, ასეთ გონებას და ანუ თანამედროვეობას, როგორც ასე ვთქვათ, მომხმარებელ საზოგადოებას და მისთვის არის ეს არსებითი ეს ცნობიერება, ანუ ეს დაკენსილი წინდის მეტაფორა, ხო? ანუ რომელსაც არც უსრო ბოლოს ბოლომდე გაიხსნა საკუთარი მესწრიდან გამოვიდეს და ამაღლდეს რა. ანუ მე რატომღაც უფრო აი ხმამბედურ ცნობიერებას დავუკავშირე. კარგით, ანუ იმდენად დიდარი ციგნია, რომ ძალიან ძნელია, რომ ასე მწყობრად მიყვე რა, და ესე ვთქვათ, მწყობრად ჩამოაყალიბო ეს ყველაფერი და ბოდის გიხდით. თქვენ ახსენეთ, რომ ამ მესამე ნაწილს უკავშირებს ისტორიულ ქრისტიანობას, ხო? ამ უბადროგ ცნობიერებას. კი. ანუ ვთქვათ, ეს ქრისტიანის ყოველდღიურობა, როგორც უბადროგობის გავავლინება. ანუ უფრო ანუ დაბალი ხარისხის ცნობიერება იგულისხმება, რომელიც ანუ ეს სოფხედულობა არის დუალისტური, გაორებული. და მან არის ის ჯერ ეს სინთეზი, უნდა მოიხსნას, ეს გაორება უნდა მოიხსნას. ანუ ჰეგელის პოზიცია ასეთი არის, რა. მადლობა. მაშინ გადავიდეთ უშუალოდ ლაკანის ინტერპრეტაციაზე. ანუ ლაკანის სემინარებში მიმობნეულია ეს განაზრევანი პლატონის და მსახურის დიალექტიკის შესახებ. უცელად წერს ასევე მე-17 სემინარში, მეორე სემინარში, ну, რა სხვადასხვა პასაჟებში. და ასევე ნაშრომში სათაური თუ შემეშალა შემახსენეთ, ანუ სიტყვის ანუ ფუნქცია და ველი ფსიქოანალიზში. ხო, თუ სიტყვის ფუნქცია და ველი ფსიქოანალიზში, ხო, ასეთი ნაშრომი აქვს, ხო, ლაკანს. ხო. ანუ ლაკანი მსჯელობს, რომ ანუ პლატონის და ასე ვთქვათ მსახურის შესახებ. ანუ როგორ ახასიათებს მას, რომ მსახური, ანუ კნეხტი, ხო, ანუ მან სიკვდილიში რაც ასე მოხდენილად აღწერა, ხო, ჰეგელმა, ანუ ის შეძრწმუნდა, ხო? სიკვდილის მიმართ შიში კნეხტმა გაავრცელა სიცოცხლის შიშად აქცია, ანუ სიცოცხლეზე გადაიტანა, რა. ამიტომ კნეხტს ახასიათებს სიცოცხლის შიში და ახასიათებს ესე ვთქვათ განდგომა, იზოლირება. ხოლო პლატონი არის ის, ვინც არის ანგაჟირებული, თუნდაც პოლიტიკური გაგებით, ანუ ვინც უფრო სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და ვინც რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რისკავს კიდეც, ხო, ანუ პრინციპს პირდაპირ ჰეგელიანური ტერმინებია ეს. ხო, და ორივე თავს ამჟღავნებს სიტყვაში. ლაკანთან არის ასეთი ტერმინები, ცარიელი სიტყვა და სავსე სიტყვა. ხო, ანუ ცარიელი სიტყვა დამახასიათებელია კნეხტისთვის. ანუ თითქოს მასშიო ლაკანი ამბობს, რომ ვიღაც სხვისი სურვილი არის, რომელსაც ის ანუ ვერითვის, ანუ ვერითავს, ადაპტირებას ვერ ახდენს და მის სიტყვაში უნდა ჩანს, რომ ეს რაღაც უცხო სხეულივით არის შეჭრილი ეს სხვისი სურვილი, ხო? ანუ რაღაცნაირად ეს არ არის რა გახსნილი და ანუ
ბატონი პირიქით, ხო, ანუ უფრო თლიანი ნატურა არის, ასე ვთქვათ. და მეორე, აი, კიდე ლაკანის ინტერპრეტაცია, ანუ მე რაც მოვასწარი და ასე ვთქვათ, აღმოვაჩინე, ხო, მის სემინარიაში. ეს არის ლაკანის მეორე სემინარი, აი, შეიძლება ხო, ანუ ასეთ ხატებას იხსენებს თორსე ფლამანდრიული ხატრობიდან. სავარაუდოდ ეს არის ბრეიგერის ბრმები. ანუ ლაკანი ამბობს, რომ წაგიკითხავთ ამ პასაჟს. სუბიექტურობა მეს, ანუ ეგოს დონეზე შეიძლება შევადაროთ ფერწერაში ასახულ წყვილს, ბრმას და პარალიჩიანს. სარკის სტადიამდელი სუბიექტური ნახევარი ჰგავს პარალიჩიანს, რომელიც სხვისი დახმარების გარეშე უმწევოა. მასზე ბატონობას ღებულობს ეგოს ხატება, რომელიც ბრმაა და რომელსაც მიჰყავს იგი. პარადოქსულია, მაგრამ ბატონი კი არ არის უნაგირზე ამხედრებული, არამედ პირიქით. ანუ პარალიჩიანი, ვისი თვალთახედითაც მთელი ეს პერსპექტივა ყალიბდება, ან პარალიჩიანი ვერ ახდენს საკუთარ მთლიანობაში სხვაგვარად იდენტიფიცირებას, თუ არა მოჯადოებით, გაშეშებით და ამგვარად ის ეთანაზომადება მისკენ მიმართულ მზერას, ბრმის მზერას. აი ესეთ რაღაცა სამოს ლაკანი. ანუ სამი მოდელი შემოაქვს ლაკანს. ეს იყო პირველი. ანუ ეს წყვილი, ანუ ბრმა და პარალიჩიანი. მეორე სიმბოლო ესაა გველის და ფრინველის, ანუ ჰიპნოზს რომ უკეთებს, ხო, გველი. ანუ ეს ანუ ეგოს კონსტრუირებაში ასეთი მოჯადოება არსებით როლს თამაშობს. მხოლოდ ამ ხიბლის ზემოქმედების მეშვეობით არაკოორდინირებული და პირველადი განცალკევება ღებულობს მთლიანობას. რეფლექსიაც ასევე მოჯადოება და შეფერხებაა. მოჯადოების ანსულად შემზარავის ეს ფუნქცია თავს იჩენს ფროიდის ნაწერებში, როდესაც ის ეგოს კონსტრუირებაზე ლაპარაკობს. და მესამე არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. შეიძლება ამასაც წაგიკითხავთ, ხო? მესამე სიმბოლო ეს არის მარიონეტების სიმბოლო. ანუ ეს არის საკმაოდ რთული ტექსტი, ანუ სიტყვასიტყვით, ანუ მთლიან ვერ თარგმნე. ანუ აზრი ის არის, რომ ანუ რათა დამყარდეს რაიმე გვარი ურთიერთობა, ანუ მათ შორის, ანუ მარიონეტებს შორის. საჭიროა, რომ იყოს ვინმე მესამე, რომელიც მოთავსდებოდა ერთ-ერთ მანქანა მარიონეტში და წარმოთქვოდა სიტყვას მე, მაგრამ ეს შეუძლებელია გამოცდილების დონეზე. ეს მესამე არის ზუსტად ის, რომელსაც არაცნობიერში აღმოვაჩინეთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის უნდა იყოს კიდეც არაცნობიერში, რათა პატარა მექანიზმების ბალეტი გათამაშდეს. ეს მესამე ინიციირებს გაცვლის სისტემას. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ლევი-სტროს ახსენებს აქ ლაკანი, რომ ანუ გაცვლის სისტემას ინიციირებს ეს მესამე, რომელიც ანუ ასე ვთქვათ იმალება არაცნობიერში. რათა განხორციელდეს გაცვლა რაღაც ისეთი, რაც იქნებოდა აღიარება და არა შემეცნება. ანუ ლაკანთან შემეცნება ну ყოველთვის ისეთი გაგებით როგორც ჰეგელთან არის ესეთი აბსოლუტური არ არსებობს. ანუ ესე იგი რათა განხორციელდეს გაცვლა, რაღაც ისეთი რაც იქნებოდა აღიარება და არა შემეცნება, აუცილებელია რათა საკუთარი ეგოს ხატებით განპირობებული სისტემის მოძრაობაში ჩაერიოს სიმბოლური რეგისტრი. ანუ პრინციპში არის მოკლედ რისი თქმა წმინდოდა ეს არის და გავაგრძელებთ თუ ნებავთ
საუბარი შეიძლება კიდე გამოიკეთოს რაღაც კონტურები. რატო შეგიძლიათ რომ აი მსახურისა და ბატონის დიალექტიკაზე ჰეგელთან რო ცოტა მეტი გითხრათ როგორ არის სტრუქტურირებული ეს მიმართებები რა მიმართებები იგულისხმება ანუ უბრალოდ კი რა თქმა უნდა შეიძლება ანუ ბატონის და მსახურის დიალექტიკა აი როგორც ვთქვით არის ერთი მხრივ ეს არის რაღაც ისეთი არქეტიპული თითქოს ისტორიული კონტექსტის არ მქონე რაღაც ისეთი ფიგურებია მაგრამ ამავე დროს არის ძალიან მეორე მხრივ არის ძალიან ისეთი კონკრეტული და ისტორიული სხვადასხვა აი ეკონომისტი ადამ სმითის ნაშრომების კითხვამს დააგონა ჰეგელს ბატონის და მსახურის დიალექტიკა ნუ ერთ-ერთი ეს იყო ხო ნუ პარალელი შეიძლება გავვალოთ ასევე თომას ჰობსთან მის ცნობილდებულებასთან რომ ანუ ყველას ომი ყველას წინააღმდეგ ანუ რა ვიცი მაგრამ როგორც აღნიშნეთ ეს არის ესე ვთქვათ საწყისი ეტაპი აქ მნიშვნელობას იძენს ასევე აღიარების პრობლემა მაგრამ აღიარების პრობლემა აქ არ წყდება ანუ ბატონის და მსახურის კონფლიქტში ანუ აღიარება არ წყდება ხო თან საინტერესოა ასევე ამ ფიგურების გადატანა მხატვრულ ლიტერატურაში თქვენ ახსენეთ ვთქვათ ჰერმან ჰესეს თამაში რიოში მაგალითებით ხო ანუ ქართული ლიტერატურიდანაც შეიძლება გავიხსენოთ თქვა ჯახოსხიზნები ხო ასენ ძალიან უცნაური დიალექტიკა ნიცშე ამოდა რომ ანუ პირიქითო ანუ ძლიერების ეგ არისტოკრატები უნდა დავიცოთო სუსტებისგან და თითქოს მიხეილ ჯავახიშვილმა ეს გააკეთა რომ ანუ ჯაყო ხდება სინდრომისა ანუ აგრესიული მოძალადე ხო ანუ მხატვრულ ლიტერატურაშიც უფრო ასახვა რა ამ ფიგურებმა და ამ დიალექტიკამ არც რამდენად უპასუხე ბატონო გიგა თქვენ კითხვას არა უბრალოდ აი ამაზე რო გესაუბროთ აი დაძაბულობაზე რომელიც იქნება ბატონსა და მსახურს შორის და აღიარებაზე და იმაზე რომ მსახურის ხარეს დგას შრომა და უფრო მეტი რო გითხრათ თვითონ როგორ არის სტრუქტურა ჰეგელთან კი აი ეს თვით ხო ანუ ესე იგი მსახური თითქოს ხდება ინსტრუმენტი რა ანუ ბატონის ინსტრუმენტი ანუ მას არ აქვს უშუალო ცდომა ცხოვრებას ანუ მისი საშუალებით აქვს რა და ანუ როგორც ვთქვით აი განვითარება ხდება ანუ მსახურის მხრივ ანუ ამ კულტურული პროდუქტის შექმნა ხდება გნეხის მხრივ რა ანუ ბატონი თვითონ გაჩერდა რა უკვე არ ვითარდება რა დაკმაყოფილია რა ანუ ჰეგელთან ასეთი გამონათქვამიც ხდება ფენომენოლოგიაში იმის მიხედვით ვითაც მაყოფილდება სული შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი დანაკარგის სიდიადეზე ანუ ამ დაკმაყოფილებას ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს და ანუ რა თქმა უნდა ბატონის პოზიცია ჰეგელისთვის არ არის ესე ვთქვათ აი იდეალური და ასეთი რა ანუ უფრო მისთვის არის იდეალი
გაცნობიერებული ესე იგი მოვალეობა, ანუ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ ეს ჰეგელის ეს რამდენიმე 10 ტომია ზუსტად არ ვიცი ორიგინალში რამდენი ტომია, ვთქვათ 30 ტომი მაინც არის, ხო? ანუ ხომ იციან ხომ რასე შეკითხა, ანუ მოკლედ ანუ რაზე არის, ვიცი ხო? ანუ მოკლედ თუ ვიტყვი ძალიან, ანუ ჰეგელი წერს, რომ ანუ ადამიანმა, ანუ მისთვის სირცხვილი არის იზოლირება. და ადამიანმა თუ ის არის იზოლირებული მდგომარეობაში, ბოდიში უნდა მოიხადოს და ჩადგეს საზოგადოების სამსახურში. ოღონდ ჯერ უნდა წაიკითხოს ჰეგელის 30 ტომი. და ანუ მისთვის იდეალი არის, რომ ხო, გაცნობიერებულად მიიღოს სამყარო რა, როგორც ბედისწერა და კანონები, რადგან კანონები მისთვის არის გონივრული. და არა ის, რომ აი, როგორც ვთქვათ, ეს პოეტური სკოლა იყო, ხო, სპილოს რომანტიკული, ხო, სპილოზის კურსიდან რაღაც აი ჩაიკეთება და ესთეტიკა რაც თავის სივრცეშია და ანუ არ აინტერესებს რა გარეთ რა ხდება და რაღაც. ანუ ცეხა ვახსენებთ ეს დაკენსილი ეს მეტაფორა, ხო, ცნობიერების. და ანუ ჰეგელი ამბობს, რომ ანუ განვითარების უმაღლეს ეტაპზე ანუ ძალიან მოხდენილად ამბობს, რომ სულის ჭრილობები, ანუ ეს გავლილი გზა ეს ხო დრამატული არის, ხო, ანუ ეს ხო ბრძოლა არა მარტო შრომა, რომ სულის ჭრილობები ნაიარევის გარეშე ხორცდება, ანუ ასეთ რაღაცას ამბობს რა და ანუ ეს არის მისთვის იდეალი რა, ანუ არა ბატონი რომელიც ასეთი სტატიური გახდა და რაღაც, არამედ ხო რა ასეთი საზოგადოების სამსახურში გაცნობიერებულად ჩამდგარი ადამიანი რა. ანუ კი, რა თქმა უნდა. ჰეგელთან შედარებით ყველანი მიამიტები ხართ. არ მესმის საერთოდ რატო იპეთება ბატონი და ხმა, რატო არსებობს ეს ორი განსხვავებული სუბიექტი პროფილება. ანუ ეს ხო ეხება იმას, რომ რამდენიც მესმის, რომ ბატონს მაგალითად სიკვდილის არეშია, ხო? მასწავლებელს. და რატო არის ერთი რომელსაც სიკვდილის არეშია, მეორე რომელსაც სიკვდილის არეშია და რომელიც ხდება მის პოზიციაზე. საერთოდ რატო ვერ ამგვარი რეალობას ეგრეს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს ზოგად ადამიანი, ყველა ადამიანი არის ან ბატონი, ან მსახური, ან ერთდროულად. ასეთი ინტერპრეტაციაც არსებობს. რომ ეს ორი თვითცნობიერება კი არ არის, არამედ თითქოს ეს ფიგურები ერთცნობიერება. ნუ ახლა ინტერპრეტაცია, ახლა როჯერ ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს რომ ძალიან ორიგინალური გამოჩნდეს. ეს ვერსიაც ალბათ ასეთია. მაგრამ ანუ ეს თავისებური მისტერია. აი ძველი მისტერიები ამას ემყარებოდა, აი შიშის გადალახოს რა. შიში როგორც გამოცდილება და როგორც ანუ ადაპტირება და გადალახვა რა შიშის. მაგრამ ასევე ისე ჩანს, რომ თითქოს ხმა უფრო რეალურად აღეკვანს ვითარებას, არა? ან მას თუ ეშინია სიკვდილის როგორც ეწევა მაგალითად ბატონის თუ როგორც იყო, ის უფრო თითქოს ეს რეალობას უფრო ახლოს არის, მაგრამ ბატონი არა? კი, რა თქმა უნდა, კი, უფრო ახლოს არის, უფრო ადეკვატურია და ანუ რაღაც გზას იწყებს. კი. მე ვერ დავიჭირე ამ პროჟექტის ინტერპრეტაციაში სად ჩდება აღიარება. თქვენ როგორც ახსენეთ, აღიარება ჩდება შემდეგ გესტარში, ხო, ამ სამოქალაქო სამართლებრივ ეს თავად ისა და ბატონის თუ ბატონის სამსახურის დიალექტიკის საფეხურზე იწყება აღიარება თუ უკვე შემდეგ გესტარში იწყება, კი, მაგრამ ანუ საწყის ეტაპზე აღიარება არ ხდება. კოჟები, ანუ ესე გაკვრით საუბრობს, ასევე სიყვარულიც. ანუ სიყვარულიც არის აღიარება. ნუ ჰეგელთან ასე არის პირდაპირ. შემდგომ სარტრის წერს, რომ ანუ აი ადამიანი
თავიდან ბოლომდე მთელი არსებით გრძნობს რომ გადარჩენილია. ანუ როდესაც ვიღაცას უყვარს. ანუ ეს იგივე აღიარება არის. ანუ როდესაც ვიღაცას უყვარვა, ეს იგი მან ასე ვთქვათ მაგიარა, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ყოველი მალე ამთავრებს ამ თემას რა. ამას არ განავრცობს და ანუ უფრო წინ წამოწევს ამ პრესტიჟის თემას და ამ სინთეზს რა, ანუ სინთეზი არის მოქალაქე რა. ანუ კოჟე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ევროპულ პოლიტიკაში, ანუ ევროკავშირის ერთ-ერთი ეს იდეის ავტორი ერთ-ერთი იყო და რუხ კარდინალსაც უწოდებდნენ ამას ანუ საფრანგეთის პოლიტიკაში და ანუ აღიარება ხო ანუ პრინციპში მანიას და ანუ ხარის მეგალომანია, ანუ კანდიდების მანია. მანია არის სიგიჟე. პრინციპში ეს სიგიჟე არის, ეს რაღაც ანუ ამ საპირისპირო არის უფრო ესეთი კულტურული ხასიათულება თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რასაც ქვია თავდაბლობა, ხო? ანუ ესეთი რაღაც არის, ხო? ანუ ეს არის აწყისი ეტაპი, მაგრამ ეს სიგიჟე ან ფსიქოპათოლოგია, ხო? ანუ არის სხვა ადამიანში, რა თქმა უნდა, და ამას ეხება რა ეს ციგნის ფენომენოლოგია. ხო, ჰეგელი სხვა ციგნებში წერდა რა, ანუ ფსიქოპათოლოგიის შესახებ, თქვა თუ ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიაში წერდა ამის შესახებ. ან გისმენთ თქვენი რაღაც თქმა. ბატონის პოზიცია ერთგვარი სიგიჟის მდგომარეობასაც მოიაზრებს საკუთარ თავში. უბრალოდ თითქოს დეგრადაციისთვის განწირული ფიგურაა. ანუ იმ მომენტში კი გაიმარჯვა, მაგრამ პერსპექტივა არ აქვს და პერსპექტივა უფრო მსახურს აქვს რა. ესეთი რაღაც არის და უბრალოდ სამექცევო კიდე ძალიან შეგვიძლია. მე დავიჭირე ის მომენტი, როდესაც თქვენ საუბრობთ ძალიან პლანეტის აღნიერებას და სიგნალის მეტაფორას. ადამიანის უბრალოდ თვალებში დახედავს სიგნალს. ვამს ხო? აი ამის განათება კავშირში აღიარებასთან პირდაპირ ეგეთან ეს ექსპლიციტური არ არის. ანუ რა კავშირშია ეს აღიარება და სუბიექტივა. აი ხარის პირველი საწყისი ცნობიერება. ანუ იგივე ნდომა და სურვილი რაც არის ცხოველი. შემდგომი საფეხური არის თვითცნობიერება. თვითცნობიერება, ანუ ცხოველი ხო გარეთკენ მიმართულია, ის შიგნით უბრუნდება, მაგრამ აი აქ საუბრობს ეგრე, ეს არის სიცარიელი და ეს არის ღამე. ანუ ასე ვთქვათ, იქაც გაწმილებას პრობლემს. მთელი ეს გზა გეშტალტების ეს რიგი, ეს წკრივი. ანუ ერთდროულად ნებისმიერი გეშტალტი წარმოადგენს როგორც თავის სიმართლეს, ასევე ასე ვთქვათ, თავის არასრულყოფილებას და გაწმილებას რა. ანუ ერთ-ერთი არის ეს და აი ძალიან ესე ლამაზად ის ჰეგელი, რომ ანუ ეს ღამეზე საუბრობს. თვითცნობიერებას, ანუ მეტაფორულად უწოდებს ღამეს, რადგან მას არ მიუღწევია განვითარების უმაღლესი საფეხურისთვის. მაგრამ ანუ რადგან ეს ღამე უნდა გაიფანტოს და ამ დროს შემოხავს ეს ფიგურა. ამ ბატონის ამ მსახურის დიალექტიკას ეს ფუნქცია აქვს, რომ ანუ დაიწყოს ისტორია რა და დაიწყოს განვითარება. ანუ ამის გარეშე ამე დარჩებოდა ანუ უკუნეთად რა დარჩებოდა რა. დათო ესეთი კითხვა მაქვს. როგორ შეიძლება დღეს ესე იგი მსახურის და ბატონის დიალექტიკის საკითხვა თანამედროვეობის კონტექსტში? ვინ იკავებს დღეს ბატონის ადგილს და ვინ მსახურის ან პირიქით და როგორ ხდება ეს თუ რას გვეტყოდა თანამედროვეობაზე დღეს ჰეგელის დიალექტიკა? კი, ანუ ძალიან საინტერესოა. ანუ
თანამედროვეობაში, ძალიან დიდი როლს თამაშობს. აქვე შეგაწყვეტ, მე ხო ლაკანი ისე იგი ამ დიალექტიკას აგრძელებს და ქმნის 4 დისკურსს აგრეთვე 4 ფუნდამენტური დისკურსს, რაც არის აგრეთვე მეტრის დისკურსი, ისტორიული დისკურსი, ისტორიკის დისკურსი, საუნივერსიტეტო დისკურსი და აგრეთვე ამათებს კაპიტალისტის დისკურსი. აი ამასთან თუ შეიძლება რამენაირად დაკავშირებთ, თუ დააკავშირებთ. ნუ ეს ფაქტურად მეორე კითხვა. ვარცები მე-17 სემინარში საუბრობს, ხო? დიახ. აი სამწუხაროდ კანალი. ვან ფსიქოანალიზის სარჩული, ხო? დიახ. ვან სამწუხაროდ ან თავიდან ბოლომდე ამ ტექსტის საკითხვა ვერ მოვასწარი, ამასალა იყო. ანუ რამდენიმე პასაჟი, რაღაც პასაჟები წავიკითხე და იქ როგორც მივხვდი, ანუ ცოდნას აკავშირებს კნეხთან, ან მსახურთან ლაკანი. ანუ იხსენებს ასევე პლატონის მენონს. ანუ როდესაც მონაშე მოყავთ პლატონის ამ დიალოგში და ბატონი ცდილობს რომ ამოქაჩოს, ასე ვთქვათ, ხო ეს დისკურსი, ეს ცოდნა. და აი ჩემთვის გაუგებარი იყო, ანუ უბრალოდ მოვკარი თვალი ამ პრობლემას, რომ ესე იგი ისტერიკიანის დისკურსი ინიციირებს ცოდნას. აი ეს რაღაცნაირად გაურკვეველი დარჩა ჩემთვის. ანუ იწვევს ისტერიკიანი იწვევს ცოდნას ბატონში, ხო და ანუ ასე ცლად სამწუხაროდ ანუ არ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ანუ ლაკანის ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე ვერ წავიკითხე. დიახ. და ამ მოდერნულობასთან და თანამედროვეობასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? პირველი კითხვა. ხო. ანუ რაღაცა ყველაფერი თითქოს მაინც შემდგომ დეგრადაციას განიცდის, ანუ ეს ჩვენი თანამედროვე სამყარო, ანუ ისეთია, რომ ჟან ბოდრი არის ნაშრომი, მომხმარებელი საზოგადოება, ხო? ანუ რომ ვთქვათ, სუპერმარკეტებს და ჰიპერმარკეტებს უფრო ასე ვთქვათ, მიაშურებს, ხო, მასები, ხო, ადამიანები და ეს რაღაცნაირად ატროფირებულია ეს გრძნობა, ანუ ეს რისკი, რაც არის სიცოცხლის გარისკვა, ანუ შემოქმედებაც ასე ვთქვათ არისტოკრატულია და ანუ უფრო მომხმარებელი გახდა და ასევე დიდ როლს თამაშობს მასმედია, რა თქმა უნდა, რომ ანუ ადამიანებს თითქოს უქმნის აზრებს და გრძნობებს და რაღაცა მეხსიერების დაჩვენებას იწვევს რა მასმედია, ანუ ის რაც ძალიან ნიშნულოვანია, სენსაციურია და რაღაც ხო, ანუ მასმედია რამდენიმე დღეა ასე ვთქვათ ამ ამბავს ატრიალებს, შემდგომ გადაისყო და ის უკვე ხრევა, ხო, ანუ რაღაცა უკვე ფორმირებას ახდენს ადამიანის რა, ანუ ის რაც ვიშინი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს აღარ არის, ხო და ანუ ნიველირების პროცესი, ანუ უკვე დიდი ხანია ამის შესახებ წერდნენ, თქვათ, იასპერსიც, ჰაიდეგერიც და ანუ ძალიან ბევრი მოაზროვნე და ამ ნიველირების პროცესში მართლა მკაფიოდ აღარ ჩანს ეს ბატონი და მსახურია და შესაბამისად მკაფიოდ აღარ ჩანს თვითონ სხვა 4 სად არის ეს სხვა მისი ადგილი ვინ გამოხატავს ამ სხვას? კი, ეს სხვა არის ზუსტად ანუ მან რა ფორმით ბრუნდება ეს სხვა საერთოდ თანამედროვეობაში? კი, ანუ ჰეგელთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ სხვას, ანუ როგორც უცხოს, როგორც რაღაც მიუღებელს არ უნდა გაურბოდეს ადამიანი, ეს იქნება თქვათ ფსიქოპათოლოგია, ან სიგიჟე, სიკვდილი, ანუ რაც არის ნეგატიური, უარყოფითი, ხო, ამ სხვას, ასე ვთქვათ, ანუ უნდა მოაქციოს თავის ფარგლებში, რა, რაღაცნაირად. რომ ის არის, ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე, ჯერ, ანუ ვთქვათ, დესტრუქციაც, ტერორიზმიც არის გონის განვითარების რაღაც საფეხური საწყისი და არა ბოლო, ან ბოლომდე მისული არ არის, რა. ხო, სხვას ხო, უცხოს რაც შეეხება
რა ვიცი, ну ხელოვნებაში კი ხშირად ისმის ეს პრობლემა, ფილმებშიც განსაკუთრებით დევიდ ლინჩის ფილმები შეიძლება გავიხსენოთ, იქ არის ესეთი რა, უეცად შემოდის ეს რაღაც რეალური თუ შეიძლება ლაკანი ბრუტალური გამანგრევი. ხო, რაც ჩოულ რიტმს არღვევს და რელიგიის დაბრუნებაც თანამედროვეობაში რა ფორმითაც ბრუნდება, ფანატიზმის და რადიკალიზაციის ფორმით ერთგვარი შემოჭრა. დესიმბოლიზირებული ფორმები რელიგიურ პრაქტიკაში. აი საინტერესო მესამე მოდელი ლაკანი რო განიხილოს, ეს ფიგურები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მეორე სემინარიდან არის, ხო, ეს ავტომატის და ეს მარიონეტებს. და რომ რა თვით ის პასაჟი რო თქვათ კიდევ და თორ ეს მეორე სემინარიდან? ხო, ლაკანი ამბობს, რომ ესე იგი ვიღაც მესამეა საჭირო, რომელიც ზის არაცნობიერში, რათა გათამაშდეს მექანიზმების ეს ბალეტი და ესე იგი ეს მესამე ინიციირებს გაცვლის სისტემას, ლევის სტროსის გაცვლის სისტემას, რათა განხორციელდეს გაცვლა, რაც იგივეა, რაც აღიარება და არა შემეცნება. აღიარების პრობლემას უკავშირებს ამას და არა შემეცნებას. ხო, ლაგანეო კონესანს და რეკონესანს. კონესანს არის ცოდნა, ცოდნის რა რეკონესანს აღიარება. იდენტიფიკაციის პრობლემასთანაც არის. და აუცილებელია, რომ ჩაერიოს სიმბოლური რეგისტრი, ამას ამბობს ლაკანი. რათა მოხდეს ეს. სავარაუდოდ დაკავშირებული სიმბოლური მესამის შემოსვლა, რომელიც სტრუქტურას ქმნის. სიმბოლური მესამე, რომელიც ორშორის ურთიერთობას შესაძლებლობს. როგორც მახსოვს მეორე სემინარში, თან მაგას იტყვის, მანამდე აქვს ეს მაგალითად მოყავს ასეთ წარმოდგენას ორი მანქანა წარმოიდგინოთ, რომელიც ერთმანეთთან არიან ურთიერთობაში და თუ რაიმე მესამე არ არსებობს, რაიმე მესამე არ ითვალისწინებს და ეს ორი მანქანა ერთმანეთს გაანადგურებს, ერთმანეთს გაანადგურებს იქნება მიმართული. უთქოს დუალობა ამ განწერულია ამ აღსასრულისკენ. და ორივე თავის არსებობისთვის ბრძოლობს და მეორეს ნიშნავს მტრად ამ არსებობისობაში. კი, მადლობა რომ ასეთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვით. და მნიშვნელოვანია რა რატო ჩნდება პრინციპში აღიარების პრობლემა. რადგან ცნობიერება, თვითცნობიერებას სურს რომ გადაწყდეს როგორც პრობლემა სხვა თვითცნობიერებაში. მაგრამ მისი შეცდომა რა არის და რა იწვევს ამ დესტრუქციულობას. რომ სხვაში ხედავს არა სხვას, არამედ ხედავს საკუთარ თავს. ეს მეტოქეობა, შური, ეს სარკე არის და მას უსო კარგად გამოჩნდეს ამ სარკეში და მხოლოდ ის სარკეს უსს, ის სუბიექტის უსს, სადაც კარგად ჩანს რა. და ის სხვა ადამიანია თქვა, მაგრამ ის არ აინტერესებს რა. როცა ასეთი მოდელი ყალიბდება ურთიერთობას, ხო, ეს არის უკვე ასე თქვა არაჯანსაღი. და სხვაში ჰეგელის პოზიციას ასწავლე. რომ სხვაში უნდა დაინახო სხვა და არა საკუთარი ეგო, ხო? პირველი ალკიბიადე არც ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ არ არის პლატონის დაწერილი, ახლა ეს არავინ იცის, მაგრამ ასე მთავრდება, რომ თვალებში უმზერენ, ხო, ერთმანეთს. სოკრატე და ალკიბიადე. ანარეკლში ხედავს ალკიბიადე თავის თავს. და იქ სოკრატე ეუბნება, რომ იზრუნე საკუთარ თავს, საკუთარ თავს ანახებს და ეუბნება, რომ იზრუნე. და ალკიბიადე სადღაც მართალია, რომ არ თანხდება ასეთი ტიპის ურთიერთობაზე. ამაზე უარს ამბობს რა, ახლა შემდგომ რასაც თხოვს არც იმაშია მართალი, მაგრამ ამას ხო მიხდით რას ვამბობ, რომ აი სარკების ურთიერთობაზე არ თანხდება რა.
რო სხვაში ხედავდეს საკუთარ მეს, ამაზე არ თანხდება ალკიბიადე რა. თანაკაისთვის საჭირო ამისთვის რაღაც მესამე ელემენტი, რომელიც დააყოს ოქშორის. Yeah. საინტერესოა რომ საქმეში რაც ჩანს შეიძლება იდეალიზებული იყოს. მაგრამ ეს რეალობაა. ანა ნარცისულ კომპონენტს მოიცავს ადამიანი ვაში ხედავს საკუთარ თავს. ნარცისიზმის არის ფორმა ეს გაჟღერება. Տարածված շուտերով իննակ ստացած դիտողաշ։ Սպասում բացի հետո սա։ Ոստա։ ասեցի Բայց զաճիրոց բատում։ Սախուց ունեգաստան դա։ ანუ გამოდის აღიარების პრობლემა კავშირშია ანუ სარკის სტადიასთან ამ სიმბოლიკასთან. ძალიან ძელი და საინტერესო თემაა. აბა თუ თავი ვერ გავარჩი. მეცადე ყველანაირად. თუ თქვენ არ გაქვთ სათქმელი? მე მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება. მოგესალმები ბატონ დავით, ძალიან მიხარია რომ მომიწია კიდე მეორე თქვენთან შეხვედრა, იმიტომ რომ დავესწარი პლატონის ნატიმსა ძალიან საინტერესო იყო და ჩემთან ესეთი შეკითხვა მაქვს რომ რამდენად გავიგე შესაძლებელია რომ აი ეს როგორც თქვენ აღნიშნეთ რომ ესე იგი თავიდან არის ცნობიერება, მერე თვითცნობიერება, გონი და აბსოლუტური ცნობიერება ეს ჩამოწერე და ეს ბატონი და მონა ქნეხტ შესაძლოა ერთ ადამიანში აი ცნობიერებაზე, აი თვითცნობიერებაში სანამ გადახვალ და გონი სწორედ ადამიანში იყოს ეს დაპირისპირება, შიდა კონფლიქტი, რომელიც თავის თავში უნდა გადალახოს ბატონი და მონა და არა გარეთ. აი ეს მდგომარეობა ბატონის და მონის მდგომარეობა. რომ რაღაც შრომას მოითხოვს, ხო, რომ ახალ ცნობიერებაზე გადახვიდე. და იმ დროს თუ რაღაც წნეხის ქვეშ არის ინდივიდი მას ის იძულებული არის რომ გაინწრეს, ხო, იმუშაოს და შეიძლება ამ მომენტში მონის მომენტი იყოს და შეიძლება აი ეს წრე იყოს, რომელიც თვითონ ადამიანში იყოს, ბატონი და მონა. კი, გეთახმებით, რომ ანუ რა თქმა უნდა, ადამიანში არის თავმოყრილი აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემა. და ესეც მათ შორის. აი გეშტალტთან მოვიდა, მე ხარ ანალიტიკოსებთან ვარ თქვენთან და ალბათ ანალიტიკურად უნდა იყოს გარჩეულ და აი გეშტალტთან ესე მოდის, რომ გეშტალტი ისწრაფვის დასრულებისკენ თითქოს წრე რო შეიკრას. და ჩემთან ეხა როგორ მოდის, იცით ეს რომ თითქოს უნდა გაიმეოროს ციკლი. კი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ აი ცირკულირებას, ანუ წრეს საერთოდ ეგეთთან. მასთან არის ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინი ცუდი უსასრულობა და საპირისპირო ასევე, ანუ დადებითი, ანუ კარგი უსასრულობა. ცუდი უსასრულობა არის ანუ უსასრულოდ გაგრძელებული პროგრესი, წრე ისა უკაცრავად წრე კი არა, ანუ მონაკვეთი, ხო, რომელიც შეიძლება. ბორხესის მოთხრობა არის ასეთი, სიკვდილი და ფარგალი. ანუ აი პირდაპირ ილუსტრირება არის ამის, ცუდი უსასრულობის. ამის საპირისპიროდ ჰეგელთან არის ანუ ასე იგი პოზიტიური უსასრულობა, რომელიც არის წრე, რომელიც ცირკულირებს ამ სხვის აი რაც ბატონმა გიგამ აღნიშნა, ახლა წამოწია ეს პრობლემა, ანუ სხვის გავლით ისე უბრუნდება საკუთარ თავს რა. ანუ ეს არის ჰეგელის პოზიცია, ასე ვთქვათ რა. და ჩემთვის აღიარება რაღაც საით თქვენი პირველი სემინარიდან
პლატონის ნადიმი ძალიან ჩამრჩა და იქ იყო არისტოფანეს, როდესაც ამბობს თავის სიტყვას და იქ რაღაც შემდგომ სხვა სემინარებიდანაც გადავხედა, შემდეგ მაინტერესებდა ეს თითქოს ეს სფეროსებრი ადამიანები რო იყოფიან, სიყვარულის გამოვლინების უმაღლესი ფორმა ეს არის ჩახუტება. თითქოს არა სექსი. ანუ ჩახუტება, რომ ეს აქტი რაღაცნაირად შედგეს და ადამიანი ისწრაფვის ამ გამთლიანებისკენ, ანუ სიყვარულისკენ და რაღაცნაირად თითქოს ამ წრეს უკავშირდება ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, რაღაც საინტერესო თემებია და ამიტომ ვეცრაფვით ადამიანები ჩახუტებისკენ, რომ თითქოს ეს სიყვარულის აქტი განხორციელდეს და შეიძლება ეს არის აღიარება. ის რა არის? თუმცა ანუ ასეც შეიძლება ითქვას, რომ ანუ უმაღლესი პოზიცია არის ამ განახევრებულობის მიღება. ანუ საკუთარის და სხვისიც რა. და არაადეკვატურობის. ანუ ამაზე პირდაპირ შეგვიძლია ჰეგელი. ჰეგელი ამას თავარია ისეთ განვითარებას მივახსოვთ, რომ ანუ საზოგადოება იყოს ესეთ საფუძველი კონდეს სამართლებრივი. აი მე უკვე ხო თქვათ რომელიმე ჩინოვნიკს თუ რაღაც ფიზიკური ნაკლი აქვს, ანუ ეს უკვე აღარ არის რა პრობლემა ან მოსამართლეს, ანუ ახლა ვიღაც არაადეკვატური იქნება, ვიღაც რაღაც სისტემას დაუშვებს და მსჯელობაშიც. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაადეკვატურობის, ასიმეტრიულობის ხარისხი ბოლომდე არ ჩნდება ჰეგელთან. ანუ და თითქოს ყველაზე სრულყოფილი ადეკვატურობა არის ის, რომ ამას მიიღო ადამიანი. ანუ ახლა მთავარია, რომ ახლა რაღაც უკიდურესი საჩაიდინოს ადამიანმა ახლა ვლელობა და ანუ რაღაც ეგრე საშინელება. ანუ დისკურსზე საუბრობს, რომ ანუ სხვისი აზრის შემწყნარებლობაზე საუბრობს და რომ ანუ დისკუსიაშიც, ცხოვრებაშიც ადამიანები რაღაც დოზით რჩებით, მაინც არაადეკვატურები, რჩებით ნახევრები და ამისი გაცნობიერება და მიღება არის ყველაზე ანუ კარგი რა. რასაც ფსიქოლოგიაში უწოდებენ ფსიქოანალიზში კასტრაციის მიღებას. აჰა. კასტრაციის მიღებას და იმას, რომ სხვა არის ნაკლული, მანკან, რასაც ლაკანი უწოდებს ნაკლოვანი და სხვაში არის ნაკლი, სხვა ფუნდამენტური ნაკლი. ლაკანის სხვა არის გადახაზული, ესე იგი, ბაღებით, ჯოხით რა, რაც ჰეგელთან არ არის. მოლეთელი თავგადასავალია, საინტერესო ძალიან ამ წიგნის საკითხვა. ეს არ დამოიწდება არასოდეს, აი პირველად რო წახეკითხე, რაც საოცარი გონის ფილოსოფია? კი, ანუ უწოდებენ გონის ოდისეას. მართლა აი როგორც ჰომეროსის ოდისეა. მე მაქვს წიგნი დამავიწყდა ჩავომეტანა ზემოთ ბიბლიოთეკაში. ყავისფერი წიგნია ესეთი დიდი. მართლა ქობულეთში იყო ეს ბიბლიოთეკა 12 წლის ვიყავი და გამოვიტანე და აღარ დამიბრუნებია სხვა ჩვენს და იმის მერე მაქვს. სამჯერ მქონდა მცდელობა ზოგიერთი პასაჟის წაკითხვის და ძალიან რთული წასაკითხია მე ვფიქრობ რა. თუ ეს არის გონის ფილოსოფია, ეს არის ფილოსოფიური მეცნიერებათა ენციკლოპედიის მესამე ტომი. და ანუ ეს არის ფენომენოლოგია, ანუ ფენომენოლოგიას ზოგჯერ აღიქვამენ როგორც ამ დიდი ლოგიკის შესავალს. ნუ ახლა ამაზე გამათოვებენ ხოლმე, მაგრამ ზოგადად ასე შეიძლება ვთქვათ, და ანუ გონის ფენომენოლოგია არის ესე ვთქვათ გონის ოდისეა. ანუ როგორც ჰომეროსის ოდისეუსი გუნდება, ხო, სამშობლოში, ანუ ამ მარშრუტს გადის, ამ ხიფათს გაივლის. და ეს გეშტალტები, რაც არის ამ გზაზე, ეს თავისებური გამოცდა არის რა, ანუ ხიფათიც არის, რისკიც და ანუ უნდა გადაალახოს რა, გონმა რა. და ანუ ჰეგელი ამბობს, რომ ანუ ეს ლოგიკა და საერთოდ სული და გონი ისე სუსტი არ არის, რომ არ გამოვლინდეს. ანუ ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, მამაცი, ანუ ესეთი ადამიანი იყო რა ჰეგელი, ანუ ესე ვთქვათ, ვაჟკაცური რა, რომ ანუ ის ვთქვათ კი არ გაუვლინდეს ცხოვრებას, არამედ ვლინდება რა. თუნდაც ამ აი როგორც ამოს გაცამტვერების ხარჯი და ამ გაცამტვერებაში პოულობს საკუთარ თავს.
ძალიან რთული ტექსტებია. სხვა შორის მე ბერტრან რასელი დამეხმარა. ბერტრან რასელის დასავლური ფილოსოფიის ისტორია. ჰეგელის ნაწილი. ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა რთული ავტორების რეზუმირებაც არის, მაგრამ გასაგებია. ფრანგულად ჟანი პოლიტმა თარგმნა, წელი კომენტარების გამოკვლევება, ეს რასელი? არა, ის ფენომენოლოგი. რომელიც ჟანი პოლიტი, რომელიც ის ლაკანის სემინარებზე ესწრება და როცა ის ჰეგელზე ლაპარაკობს, ჟანი პოლიტის სულ აკეთებს კომენტარებს. კი, პრინციპში ჰეგელი მაინც ისა უკაცრავად ლაკანი მაინც უფრო იპოლიტს ენდობოდა და ეყრდნობოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ კოჟევის ინტერპრეტაცია იყო მაინც ძალიან სუბიექტური რა და როცა უნდა ობიექტურად ჰეგელზე რაღაც გაგება, მაშინ ჟანი პოლიტს მიმართავდა რა. მაშინ ნათარგმნიც არ იყო, ჟანი პოლიტმა დაიწყო თარგმნა. სახელდახელოდ თარგმნიდა კოჟევი და იქვე ხსნიდა რა. თან აუდიტორიაში ისხდნენ, ვარსკვლავური, მთელი პარიზის ინტელექტუალური ელიტა იყო იქ. ჟორჟ ბატაი, სარტრი, ლაკანი, მორის მერლო-პონტი და არ ვიცი. ჩვენაოდ ლაკანის აუდიტორიაში. ეს კოჟევის აუდიტორია. კოჟევი რო კითხულობდა ამ ლექციას ფენომენოლოგიაზე, ხო? ეს წლების მანძილზე ხდებოდა და ესწრებოდნენ ეს ცნობილი აუდიტორია. 1933-დან 39 წლამდე ფაქტიურად. 6 წელი. 6 წლის ინტელექტუალური სამუშაოს ესეთ ხალხთან. ბატონო დავით, თან ძალიან საინტერესოა ჩემთვის გერმანული და რო თარგმნოთ, ხო? ფენომენოლოგია des Geistes, გონი ნათარგმნია როგორც სული. სული, ხო და რაღაც ძალიან მე მაქვს უბრალოდ ჰეგელი 60 წუთში და წავიკითხავ თქვენი პატივისცემით, რომ 600 გვერდს ნამდვილად ვერ წავიკითხავ და ჰეგელი 60 წუთში ალბათ ეს დიალექტიკა ბატონის და ქნეჰტის, როგორც მოახლე მე ესავთარგმნე, პრაქტიკულად იქნება ჰეგელი 10 წუთში და მაქვს ეს ჰეგელი 10 წუთში გერმანული წიგნი არის, რა ვიცი, თოვინმე კითხულობს გერმანულად, ვათხოვებდი. ესეთ ცნობილი ანეკდოტი არის, რომ ჰეგელმა თქვა, შეუძლებელი მას საფრანგეთში თხოვეს, რომ მოკლე დაეხსნა მისი ფილოსოფიის შინაარსი და უთხრა, რომ შეუძლებელია ჩემი ფილოსოფიის გადმოცემა მოკლე და ფრანგულად. 10 წუთში. ფრანგულად თარგმნილია როგორც esprit, ესე გონი ხო? სული ამ. სინონიმები არის რა, გონი და გონი. სული. და ჩემთან ხოთა შორის ახლოს მოვიდა, როდესაც გეშტალტში ვსწავლობ, ლაიბი არის არ არის ქართულში და ლაიბში არის თითქოს ზელე, რომელიც ასევე სულია და ქორფერში, სხეულში არის გაისტი და რაღაცნაირად დავაკავშირებ ხა, რომ გონი არის ქორფაში. და ერთს გეტყვით და აღარ შეგაწყენთ, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან თქვენ რო თქვით, რომ გონი არის ის ძალა, რომელიც ნეგატივს უყურებს სახელში და ეს არის ალბათ ის სიმამაცე, თქვენ რასაც ჰეგელის სიმამაცეს ეძახით, რომ დავრჩე ნეგატივთან და ჩავხედო თვალებში. ეხლა მე ვისარგებლებ იმით, რომ ერთ-ერთი სავარჯიშო არის გეშტალტში მაგალითად, როცა არ უყვართ კლიენტებს, როცა უნდა დატოვო უარყოფით შეგრძნებასთან. და შეიძლება ეს გამოიყენო ინტერპრეტაციის გარეშე დარჩე საკუთარ უარყოფით შეგრძნებასთან, შეიძლება ეს იყოს ის ნეგატივის გადალახვის რაღაც სიმამაცის შემოსვლა ადამიანის სხეულში, რომელსაც მე სხეული შეისწავლის, რაღაც ესე მოვიდა ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. მადლობა თქვენ. მე ანალიტიკურად ვერ შევეხები და ძალიან საინტერესოა. და კიდევ ერთი კითხვა, ესე იგი, ჰეგელთან ხო, ესე იგი, მეტრი ეს ბატონი რისკავს ციცოცხლით. მეტრის პოზიციას ის მოიპოვებს არა უბრალოდ. რომ ესე იგი, არისტოკრატიაც ხო ის არის, ვინც იომა. ეს ხო არ იგულისხმება. დიახ, კი, ცხოველისგან განსხვავებით, მხოლოდ ადამიანი არის ასეთი არსება, რომელიც ასე არა ხელშესახები ნივთის გამო, რაღაც ისეთი პრესტიჟის გამო რისკავს სიცოცხლეს. ეს მარტო ადამიანს. ეს რისკი ბატონის მხარეს დგას ჰეგელთან, ხო? ბატონი ეს. კი და ასე პრინციპში იწყება გაადამიანურების პროცესი. ეს პროცესი არის
ანუ ორმაგი რა. ერთი არის მსახური, მეორე არის ბატონი. ანუ სხვანაირად ადამიანის ფილოგენეზე არ ხდება. ცხოველზე ამაღლება სხვანაირად არ ხდება რა. ანუ ამ შეჯახების შედეგად იბადება ადამიანი, მაგრამ ორი გზა არის რა მსახურის და იმისა. და რეგელი აგრეთვე თავზობს გამოსავალს ამ დაძაბულობიდან აღიარებისა და ერთი ხარისხის ცოდნა, მეორე ხარისხის რისკის გარისკვა სიცოცხლით გამოსავალს, რომ საბოლოო ჯამში უნდა გადაილახოს ეს დაპირისპირება რა. კი, ანუ ბოლოს აღწევს რა, ანუ როდესაც უახლოვდება აბსოლუტურ ცოდნას, ანუ როგორც ვთქვით, მაინც თეოლოგია არის რა ჰეგელი და ანუ შეიძლება ეს მაინც პლატონური ტრადიციაც არის. ანუ იდეალისტი არის რა და ახლა ზოგი მკვლევარი მაგალითად, ბრწყინვალე მკვლევარია მარქსისტი გეორგ ლუკაჩი. ამას რომანტიკოსობად უთვლის ჰეგელს. ანუ ამ სინთეზს და ამ რაღაცნაირად აი მოხსნას, ხო? ანუ რომ ნივთი იხსნა რა მისთვის რა. გაუცხოება, ანუ ის წვავე გაუცხოება რაც არის ნივთებთან დამოკიდებულებაში, ბოლო ეტაპზე იხსნება. ლუკაჩი ასამოსო ეს არის უბრალოდ რომანტიკოსობა, მაგრამ რთული დასადგენია, მაინც და რას გულისხმობს ის ამ ნივთებთან გაუცხოებაში საგნებთან? ანუ როგორ არის ალბათ იცით რომ ეს მოდელი რაც ყალიბდება, რაც გათამაშდება ასე თქვა პირველად ისცენა თუ შეიძლება უწოდოთ, ან ბატონსა და მსახურშობის. ეს ასე თქვა პარადიგმა ასევე თამაშდება სულ ბოლოს კულმინაციურ მომენტში, როდესაც ანუ აღწევს აბსოლუტურ ცოდნას, ანუ აბსოლუტი როგორც ვთქვით, გათავისუფლება არის. და ორივე შემთხვევაში არის ასე, რომ ანუ ნივთებზე მიმართული ნება, ეს არის ცნობიერება, ეს არის სურვილი, მაგრამ ის რომ გადავიდეს სხვა ეტაპზე, ანუ ცნობიერება უნდა გახდეს რაღაც მიმართული იდეალური, ასე ვთქვათ, კონცეფტების მიმართ. ეს არის პრესტიჟი და ასე შემდეგ და ანუ როგორც სურვილი უნდა გახდეს სურვილი, არა უშუალოდ სურვილი. და ანუ ცნობიერება ხდება ცნობიერება. და ეს მოდელი, ანუ როცა ცნობიერება აღარ მიემართება უბრალოდ საგანს, არამედ თავის თავს უბრუნდება. კი, ანუ ეს მეორდება შემდგომ კულმინაციურ მომენტში, ანუ ციგნის ეს ხარ არის, რასაც ქვია la chose en soi, საგანი თავის თავში. ხო, ეს არის კანტიანური ტერმინი და ეს კანტის ის არის, ხო. ძალიან ახლა ურთულესი ტექსტია რა თქმა უნდა და ანუ რა არის იცით ეს თანავარსკვლავები და ანუ ეს თანავარსკვლავები გაჩნდა ხო ანუ გერმანული კლასიკური იდეალები ხო კანტი, ფიხტე, შელინგი და ჰეგელი. ანუ მე ასე აღვიქვი რომ ანუ ჰეგელი არ არის კანტიანელი ახლა უდიდესი პატრიოტიზმის მიუხედავად ანუ მან ბევრი რაღაც ასე ვთქვათ დაალაგა მოაწესრიგა ანუ მაინც რა იყო მასთან მიუღებელი კანტის ფილოსოფიაში კანტი ამბობს რომ ჩვენ ვერ შევიმეცნებთ ნივთებს თავისთავად და იდეალიზმს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მხოლოდ ეს მოვლენათა სამყარო რა ამას ეს არის რაღაც ისეთი ზოგადი დებულება კანტის მაგრამ აი ამაში არ არის ჰეგელი კანტიანელი ის ამბობს რომ ასე ვთქვათ შემეცნება შესაძლებელია და ანუ აი ეს რაც აღწერა ამ ციკში გეშტალტების ესე ვთქვათ მონაცვლეობა და რიგი ხო ამ გეშტალტების რიგს ხო გააჩნია დიალექტიკა მაგრამ საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ მათ უკან კიდევ დგას სხვა დიალექტიკა რასაც კანტი აცხადებს შეუმეცნებლად მაგრამ რასაც უკვე იკვლევს ჰეგელი თავის დიდ ლოგიკაში სამტომად არის დიდი ლოგიკა რა ხო ეს ცნება რა ზღვარსიაზრები იმასაც რაც ზღვარს იკითხა კი და ანუ ასევე აი მორალის სფეროში არ ეთახება კანტს რომ ანუ თითქოს
კანტის სუბიექტი არის მორალური სუბიექტი და ну ახლა ძალიან ზოგადად რო თქვა და ჰეგელის სუბიექტი არის ისტორიული სუბიექტი რა. ანუ ისტორიზმის პრობლემადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ უნდა გამოვლინდეს, უნდა ასე ვთქვათ დაეცეს, ანუ ამ მითს რო განეხილავს ჰეგელი, ცოდი დაცემის მითს. ანუ ამბობს რომ ეს იყო კანონზომი, ანუ ადამი იყო ცხოველი მდგომარეობაში და ეს ჰარმონიული ყოფა უნდა დარღვეულიყო რა. ანუ ესეთი რაღაც არის. ხო, მასთან არის კი ასეთი კონცეფტი, ну, პრინციპში ეს გოეთე და შილერიდან მოდის თუ არ ვიცი, მშვენიერი სული. ну, ლიტერატურაში ძალიან საინტერესო ასახვა გოეთესთან. და ანუ რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ სიმპათია არ გაუჩნდეს ადამიანს და ჰეგელიც წერს სიმპათიით. რადგან მშვენიერი სული ეს არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ჯერ ეს დაურღვეველი ჰარმონია. მაგრამ მისთვის ჰეგელისთვის მიიჩნევს რომ ეს არ არის უმაღლესი. ანუ ჰარმონია უნდა დაიღოს რა მაგას ამბობს რა. მარტივი რაღაც არის რა. რაც თუ კითხები არ გაქვს? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, ფილოსოფიისკენ რაღაცა ფილოსოფიური ლექცია გამოვიდა და ჩემი დიდი გატაცება. სხვათა შორის ჰეგელი აპირებდა ნაშრომის მეორე დაბეჭდას და აქ უნდა დაემატებინა თავი ფსიქოლოგია. ну ამ სამწუხაროდ ვერ განახორციელა, მაგრამ ანუ მას უნდა შეეტანა ერთი თავი ფსიქოლოგია. ანუ მაგრამ აი გონის ფილოსოფიაში ზუსტად რაც მე მაქვს საკითხული, იქ არის დიდი თავი ქვია ფსიქოლოგია. იქ შეიტანა, იმიტომ რომ ის სხვა ნაშრომი აი იქ არის სწორედ ეს გვიანდელი არის. კარგად იხავთ. ნაცო კიდევ ერთხელ ორმეს მადლობა თქვენ გახონდეს. ორმეს მადლობა. მადლობა. საინტერესო